რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი საქმეს. მე მგონი ძალიან ამომწურავად ვაპარაკებ ადვოკატებმა და ბევრს არ ვაპარაკებ მე. ისე თქმა შეიძლება. მე შემიძლია ვაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე, იმ ფორმებზე, როგორც უყურებს, როგორც პროტესტი, როგორც შეფორმებში შეიძლება რომ გამოიხატებოდეს. და როდის დაიწყო ეს პროტესტი? პროტესტი არ დაწყებულა, როგორც თორნიკემ აღნიშნა, არც 28 ნოემბერს, არც მანამდე კანონზე რო აქციები იყო. პროტესტი დაიწყო მაშინ, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა და მოკლეს სანდრო გირგულიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი. და მე ვხედავდი იმ პერიოდში, როგორ იბრძოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავდი იმ შიშს, რა შიშიც იმ დროს არსებობდა. მე მგონი ახსნა არავის არ ჭირდება, საიდან გამომდინარე და რა ხდებოდა იმ პერიოდში ზოგადად. და მაშინ დაიბადა პირველი კითხვა, რატო შეიძლება ადამიანის აზრის გამოხატვა შეიძლებოდეს რაღაცა საშიშროების მომტანია, რატო შეიძლება ადამიანმა იხსნოს საშიშროება, როცა უნდა აზრის დაფიქსირება და ამ ყველაფერს ვერაკეთებს, იმიტომ რომ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ არც თუ ისე დიდი პროტესტი იყო ისეთ ამბებზე, რაზეც უნდა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი პროტესტი, როგორიც მაგალითად დღეს არის. ასევე მე უბრალოდ გამკვირვებია იმ ადამიანების, ვინც კრიტიკულად არ არის განწყობილი მარტო რაღაც მთავრობის და პირობითად მინისტრების ან ვიღაცის მიმართ კი არა, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თუ კრიტიკული არ ხარ პირველ რიგში შენი თავის მიმართ, ეს არის კონფორმიზმი და მეტი არაფერი. ფილად რო ვთქვა, კიდე შეიძლება სხვა რაღაცების აღნიშნოს და თქმაც, მაგრამ ამ სიტყვას გამოვიყენებ. რაც შეეხება უშუალოდ 28 ნოემბერს და 28 ნოემბრის მერე განვითარებულ მოვლენებს, თითქმის ყოველ დღე შეიძლება ერთი ან ორი დღე ყოფილიყო მაქსიმუმ, როცა მე ამ აქციებზე არ ვერ გავედი. დანარჩენ დღეებში იქ ვიყავი, ძირითადად პირველი სკოლის ტერიტორიაზე, ჩემ მეგობრებთან ერთად. უამრავ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს ის, რომ მე ძირითადად ამ პერიოდში თითქმის სულ ერთი გამონაკლისი 29 ნოემბრის გარდა თითქმის სულ პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი, როგორც აღნიშნე, ჩემ მეგობრებთან ერთად. დაახლოებით ალბათ 200 ადამიანი არის, ვისაც შეუძლია ყველაფერზე ლაპარაკი, რომ იქ შემხვდა, იქ რაღაცა გავჩერდით ვილაპარაკეთ და ასე შემდეგ. მათ შორის იყვნენ საქართველოს ნაკრების რეგბისტები, ექიმები, მსახიობები, რეჟისორები და ასე შემდეგ. ერთადერთი დღე იყო, როცა მე ლოკაცია შევიცვალე, ეს იყო 29 ნოემბერი, მაშინ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრი იდგა უშუალოდ ტიტინაძის ქუჩაზე პოლიციასთან ძალიან ახლოს და ავედი, რომ გამომეყვანა იქ. ასვლისთანავე არ გამომყვა იქიდან, იქ დარჩა საბოლოოდ, მაგრამ ასვლისთანავე ისე მოხდა, რომ როგორც თორნიკემ თქვა, ალბათ 5 წუთში ასვლიდან გამოფრინდა შუშის ბოთლის, არაჯიშვილის 0.3-იანი, 0.5-იანი ბოთლი იყო და მოხდა ფერში. ეს ყველაფერი აღწერილი არის სამედიცინო დასკვნაში. და მალევე, პრინციპში ძალიან მალევე, ეხლა უშუალოდ იმ ვიდეოებზე არ ვილაპარაკეთ, მაგაზე მოგვიანებით ვილაპარაკეთ, როცა ამის დრო იქნება და ძალიან მალევე დავუბრუნდი. იმის მერე იყო დაახლოებით 5 ან 6 დღე, როცა ჩვეულებრივად გავდიოდი იმაზე, რა ქვია, აქციაზე და იგივე ლოკაციაზე ვიდექი პირველი სკოლის ტერიტორიაზე, არც ერთი წამი არ მეეჭვი არ მქონია, რომ იქ შეიძლება რაღაც იმის რამე ან კითხვა დაებადოს, ან რამე რომც მქონოდა ამის ეჭვი, მაინც გავიდოდი, ანუ ეგეც არ არის პრობლემა უბრალოდ. ნამდვილად მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ვინც აგზის იმას, რა მდგომარეობაშიც
აუგოს. თუმცა როგორც მანამდე ვთქვი და კაცები ვართ, ყოველთვის გავუძლებთ უბრალოდ რაღაცა სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს. ეხლა ვთქვათ ესეც ის არის, ცოტა სასაცილოა რა. ხო და კიდე იმას დავამატებ, რომ იმ პერიოდში რამდენიმე დაახლოებით 4-ჯერ ან 5-ჯერ ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები. ყველგან ხარს უსვამდი, რომ ეს ის პროტესტია, სადაც ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ მშვიდობიანად, სხვადასხვა მშვიდობიანი პროტესტის საშუალებებით, მათ შორის 5 დეკემბერს, როცა მე სახლში შემოვიდნენ, არ შემოვიდნენ, 1 საათი ადრე მქონდა ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუ, სადაც კაფიოდ გაუსვი ხაზი, რომ მეთქი პროტესტი აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი. ხო, ალბათ სულ ეს არის და არ ვიცი, პროკურატურის მრავლდებაზე რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, მართლა გაუგებარია, ეს მხრივ მეორე მხრივ სასაცილოა და მესამე მხრივ არ ვიცი, დეილ კუპერი რომ მოიყვანო TwinPix-დან და ქვესნობიერის გამოძიება რომ დაიწყოს, მაინც ვერ იპოვის იმას, რასაც გვედავებია. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ წინა სასამართლოს გადაწყვეტილებებისთვის და ხო, დამთავრდა. ეს ჩემი პირადი ამბავია, ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია. სამწუხაროდ კარგია ის, რაც ადრე ხდებოდა, რომ არ ხდება ეხლაც, მაგრამ თუ იმას გონია, რომ ჩემთვის ციხე კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს უსურებ იგივე სიტუაციას 4-დან 6 წლამდე. ალბათ. თან მოტივები თქვენ უფრო მეტი გექნებათ ქალბატონო ნინო. ეხლა რაც შეეხება საქმეს და პროტესტს. მე შევეხები ქართული ოცნების დროინდელ პროტესტებს ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობის დროს ყველაფერი კი არა ძალიან ბევრი რამე ცუდად 2019 წლამდე ცხოვრობდით შვიდად. შემდეგ შემოიყვანეს გავრილოვი, კობახიძე, შემდეგ იყო პოზნერი, შემდეგ იყო ლავროვიშვილი, შემდეგ იყო რუსული კანონი 1 და შემდეგ იყო რუსული კანონი 2, როცა მთლიერი ბედნიერი ვიყავით, კალათბურთით, რაგბით, ფეხბურთით, არ გვაინტერესებდა არანაირი განსხვავებები და მე პირადად საბერძნეთთან თამაშის შემდეგ უცხო ადამიანთან ერთად ვეხუტებოდი ერთმანეთს და ვტიროდით. ამ დროს შემოაგდეს ეს კანონი და კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი, ჩვენ ერთმანეთი კაცი, ეს უკრაინელები სხვა მათ შორის თუ ადამიანი არის, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შეცვალა და ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ-ერთ სასამართლოს უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ თუ რამე ვინმე ჩვენთან პრეტენზია აქვს, მოვიდეს და მე დაუსვამ კითხვას თუ გამცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს არ ელაპარაკებიან, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, იმიტომ რომ მათთან ძლიერები არიან, სუფთ ადამიანებთან ვერ დაილაპარაკებიან. ეხლა რაც შეეხება უკრაინელები ვახსენე და მე მაქვს ესეთი პროპაგანდა სხვათა შორის ვიდეო მაქვს ნანახი პოსტივის ვიდეო, სხვადასხვა პოსტივის და სუსის ზოგადად იმედის ვიდეოებით ადამიანები არიან დაკავებულები. ბარიდან ამოსული მთვრალი ნასვამ მდგომარეობაში ინგლისელი კაცი ყავთ გადაღებული, რომ ინგლისელი კაცი ლივერპულიდან ჩამოვიდა საქართველოში მთავრობის დასამხობად. სერიოზულად ეს ვიდეო გავაზიარე Facebook-ზე და დავცინე და დამბლოკეს. ეს ადამიანებიც აქ მხოლოდ იმის გამო არიან თქვენ რომ ვიცოდეთ, რომ პროპაგანდისტურმა მედიებმა და არხებმა და ყველანაირმა საშუალებამ გამოიყენეს, რომ უკრაინელები ჩამოვიდნენ და მაიდნის მოწყობას აპირებენ აქტუალურად. ყველაფერი მე გამიგია იარაღის ჩადება, წამლის ჩადება, ქვის ჩადებას გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად. და ასევე მინდა შევეხო პროტესტის მე ვცხოვრობ გერმანიაში. რამდენიმე თვე და პროტესტის პროგრამები გერმანიაში როგორი იყო. შეიკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც პროტესტი ჰქონდა ქუჩის ერთ დასაწყისში. სასტვენებით, ტრანსპარენტებით
დაიწყებენ ეს კლენას, შეძახილებს, ჩავიდოდნენ ქუჩის მეორე მხარეს და მეორე დღეს ეს მოთხოვნა იყო შესრულებული 90%-ში. ჩვენ სანამ არ დაგვილეწავენ, სახეს არ გაგვიერთიანებენ და მაგ შემთხვევაშიც არავინ არ ითვალისწინებს იმას, რომ იქ ხალხი ხელფასის მომატებას არ ვითხოვდა. კანონი არ მიიღოთ. ეხლა მორალურად თქვენ რომ იცოდეთ რა გადაწყვეტილების გამოტანა მოგიწევთ, რუსული კანონის დროს აქციების დროს დააკავეს რამდენიმე ადამიანი. და რატო აპროტესტებით, რომ არ ვარგა ეს კანონი. ვამბობდით, რომ საზოგადოება რომ არ ვარგა, ნუ მიიღეთ. ამის გამო ადრე ხალხი დააკავეს 1-5 წელი მიუსაჯეს და რამდენიმე თვის წინ გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ ეს კანონი არ ვარგოდა. ანუ რასაც ჩვენ მეუბნებოდით, მე რაც მიიღეს ახალი ისიც არ ვარგა და საერთოდ რა კანონსაც მიიღებენ გასამკაცრებლად არც ერთი არ ივარგებს, იმიტომ რომ ყველა იქნება რეპრესიული. ანუ თქვენ ეხლა მოხდეს ისე, რომ ჩვენ მოგვისაჯოთ, შემდეგ გაუშვან კობახიძე და ვიღაცამ კობახიძეზე თქვა, როგორც გახარიაზე იძახიან დღეს, რომ კობახიძის 28-ს არ უნდა ითქვა, ის ჩვენ უნდა ვიყოთ ცეკვაში. ეხლა რაც შეეხება ჯგუფურ დანაშაულს კონკრეტულად, მე ჯგუფურ არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ, მაგრამ მაინც ჯგუფური საინტერესოა, ჯგუფური ძალადობა, გარდა იმისა, რომ თქვა ეს ზოგი ნოემბრის ბოლოს არის დაკავებული საქმეზე მტკიცებულებებით, ზოგი დეკემბრის დასაწყისში და გაუკვირდა, მაგრამ მე არ მიგვიეს, მე მგონია, რომ პროკურატურაში ანუ ხო არის პლანეტების სხვა დროის სისტემები რო აქვს რა, შემიძლია პროკურატურაში არის 1-70 საათიანი დღე. ამიტომ შეიძლება ჩვენ გამოვიდეთ ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი ადამიანები. ამასთან დაკავშირებით რაც მინდა ვთქვა, არის რომ მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რო შევასრულე, მაგის მერე ჯგუფური არ მქონია არაფერი საერთოდ. და ბოლოს დავასრულებ ციხეში შევხვდი 5 დეკემბერს დამიჭირეს, 11 დეკემბერს შევხვდი ციხეში მამაჩემის დაბადების დღეს, 11 თებერვალს ჩემი ძმის დაბადების დღეს, მე დედაჩემის დაბადების დღეს და გუშინ გავხვდი 29 წლის და მინდა რომ ყველა მომილოცოს. სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ნამუკას და ყველა სხვა ფონდს და ზოგადად ყველა ქველმოქმედ ადამიანს. რატომღაც რუსული რეჟიმის პირობებში ქველმოქმედება, კეთილის საქმე, სოლიდარობა და თანადგომა დანაშაულად ითვლება. აი მაგალითად გუშინ სადგურის მოედანზე მაღაზიები დაიწვა და დარწმუნებული ვარ ეს ფონდები აუცილებლად დაეხმარებოდნენ იქ დაზარალებულებს და ამიტომ ვინც ეს ფონდები დააყადაღეთ, კეთილი ინებეთ და ყველა საუნაზღაურე ძარად. აი ასეთი ხერხებით ებრძოდნენ ზუსტად საბჭოთა კავშირის დროს მათვისაც არ მოსწონდათ რეჟიმი და ქვეყნის მტრადად ცხადებდნენ. დასაბუთება არ ჭირდებოდა მას, უბრალოდ იტყოდნენ ქვეყნის მტერია და მათ ხელში იყო ძალაუფლების ყველა ორგანო და მოაშფოთდნენ ასე. დაახლოებით იგივე მეთოდებით, რუსული მეთოდებით მოქმედებს ეს ვაიმთავრობაც. მაგალითად სოლიდარობისა სამართლებრივი კუთხითაც მინდა რომ შევეხო ამ თემას, ვინაიდან უშუალოდ ჩვენ გვეხება და ჩვენ ბრალდება კიდევ ერთი რაღაც. თითქოს ვიღაცები გვაფინანსებდნენ თან რო შევხედოთ აზრობრივად და ლოგიკურ ჭრილში ამ ბრალდებას, ოდნავ მაინც თუ დავფიქრდებით, ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. აი მაგალითად აფინანსებდნენო არეულობას და აკრძალულ ნივთიერებებს ყიდულობდნენ ამ ფულითო. თუ აკრძალულ ნივთიერებებს ყიდულობდნენ და არეულობა ფინანსდებოდა, ეს ნივთიერებები უნდა მოვზენოთ იმ ადამიანებში, ვინც დაგვიჭირეს, ხო, იმ ადგილას მოსწავლეზე ყოფნის დროს ამ პერიოდში. მე მაგალითად დაჭერილი ვარ, ანუ მე მაგალითად მედავებიან ქვის როლას, ვიღაცას ბოთლის როლას ედავებიან. ანუ ქვას და პლასტმასის ბოთლს რავის დაფინანსება რა შეჭირდებოდა. მე მგონი ამას არ უნდა ფონდი შექმნა. ერთადერთი ყველაზე ისეთი ნივთიერება აკრძალულად რო ჩაითვალო, შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებზე მოგვედავთ, ისიც რომ დაუკვირდეთ. დაახლოებით მაქსიმუმ მოლოტოვის კოქტეილი გაისროლეს იქ და თითოს დამზადებას ალბათ უნდა 10 ლარი. ანუ 80 ლარის გამო შეიქმნა ამ ხელაფონდები, რომლებიც აფინანსებდნენ სტიქიისგან დაზარალებულებს, აფინანსებდნენ ოპერაციებს, ეხმარებოდნენ სიმსივნით და ლეიკემიით დაავადებულებს, ასევე მშიერ და ობოლ ბავშვებს.
მაგრამ ამავდროულად ეხმარებოდნენ პოლიტპატიმრების ოჯახებს და უსამართლო ჯარიმებით დაკირთულ ადამიანებს და ესე აიტანეს ზუსტად და ამიტომ გადაწყვიტეს რომ ეს დაეყადაღებინათ და ის ფული რომელიც 6 წლის მშიერ ბავშვს უნდა მოხმაროდა რომელიც ვინც ჯარს აგროვებდა საჭმელისთვის თავად მიითვისეს ეს ახლა გადავალ უშუალოდ საქმეზე რასაც უყურებ 5 თვეა ვისმენ პროკურორების რაღაც ეგრეთ წოდებულ ბრალდებებს და ყოველი წინადადების მოსმენისას ორად ორი სიტყვა მიტრიალებს თავში ცარიელი სიტყვები მართლაც ფაქტია რომ ცარიელი სიტყვების გარდა არ არსებობს მიზეზი რატომაც ჩვენ ვართ ახლა დათხოვებულები და 5 თვეა მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვების გამო ვარ დილეგში ჩვენთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება რაიმე მტკიცებულებად იქცეს ცარიელი სიტყვები და ამის გამო ადამიანი ციხეში ჩასვა ანუ 10 კაცს რომ თეთრზე ათქმევინო შავიო შავი ვერ გახდება ხო აი 1000 კაცს თუ ათქმევინებ გაგიკვირდება და შავი მაინც ვერ გახდება ამიტომ რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მოიყვანოთ აქ და ალაპარაკო წინასწარ ნაბრძანები ტექსტებით აზრი არ აქვს თუ ისო ცარიელი სიტყვებით მოდის და იმას ვერ ამტკიცებს რომ კონკრეტულად მედავაზიანე რომელიმე ან რაიმე დაჯგუფების მონაწილეობა და ამას ვერ დაამტკიცებს იმიტომ რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი რაღაც ამიტომ კვლავ მოუწევთ ისო ცარიელი სიტყვებით მოსვლა და იტრიალებენ ისო ცარიელი სიტყვების ირგვლივ მეტი არაფერი არ აქვს და არც ექნებათ ამიტომ მე ვიმედოვნებ ალბათ მოსამართლე რომ ცარიელი სიტყვების და სიტყვაზე ნდობის ფაქტორით არ მიიღებ გადაწყვეტილებას და ამით არ დაუნგრევთ ადამიანებს ცხოვრებას კონკრეტულად მე ცხოვრება არ დამენგრევა რამდენი წელიწად უნდა ვიყო იმიტომ რომ რამუხლითაც რის გამოცვა ჩემთვის ეს სევდის მომგვრელი არ არის მაგრამ არ გიფიქრიათ მშობლებზე შვილებზე ცოლებზე მე ღმად წამს და მჯერა რომ სამყაროს გვირგვინი არის ადამიანი და არავის არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანი დაამციოს მოსყოს მიძალადოს მასზე და უსამართლოდ მოეპყრას ადამიანის სიყვარულისა და თავისუფალი ნებისთვის არის გაჩენილი და მე ღმერთის სწორედ სიყვარული თავისუფლება და სამართლიანობა მგონია ამიტომ არ მეშინია და ამას ვეძებ საკუთარი თავისთვის ჩემი თანამოქალაქეებისთვის და სახელმწიფოსთვის სიყვარულს თავისუფლებას და სამართლიანობას Tata tutaști astea travața sambuks. Klis fikri marto is ki ar არის რომ მოკლა ვარამედ ისეთი მოკლა აქეთ არ დამასწროს მოკლა. აი ადამიანის ფიქრი კი ის არის ისეთი მოკლა ჩემი სიცოცხლეს ჯობდეს მის სიცოცხლესო. ხოდა თქვენ გეკითხებით ვისაც ჩვენი მოკლა უდანაშაულო ადამიანების გაწივა გინდა დაფიქრებულ ხართ მაინც თქვენი სიცოცხლეს ჯობს ჩვენ სიცოცხლეს. აი პროკურორს ვაჟას ვკითხავდი რომ ახლა რომ ომი დაიწყოს და რუსი ღორების ჯარები აქ შემოვიდნენ თუ წავიდო და საუბრად რაღაც არ ამგონია. მე არც კი დავფიქრდებოდი მაშინ გავარდებოდი ფრონტის ხაზზე. და მაშინ გეკითხებით რატო უნდა იჯდეთ თქვენ ისეთ თქვენ მან და ჩვენ აქ. გადავალ ისე უშუალოდ საქმეზე. უკვე 5 თვეა ჩემი ტელეფონი გაქვთ ხელთ კითხავიათ. და სავარაუდოდ ყველაფერი ამოქექილი გექნება გამოიძიებთ იქ Facebook-ზე ვისთვის რა მიწერია ოდესმე ან ტელეფონის ნომრი და რა გამიხორციელებია ზარი მიმოწერა და ასე შემდეგ. ზოგადად სოციალური ქსელებით ვსარგებლობდი და ყველაფერი მაქვს იქ რაც კი ოდესმე გამიხორციელებია. მაგრამ რამდენიც არ უნდა ეძებოთ იქ ვერანაირ კავშირს ვერ იპოვით იმ 50 ადამიანთან ვისთან ერთადაც დაგვიჭირეს იმ 50 პატრიოტ ადამიანთან. ჩემ და საუბედურე და სამწუხაროდ არც ერთს არათუ არ ვიცნობდი გაგებულიც არ მქონდა არც ერთი აი ანდრო ტიჩინაძეც არ მქონდა გაგებული ეს ჩემი შეცდომა მაგრამ პირველად რომ გავიგე ანდრო ტიჩინაძე დაიჭირესო რომ წავიკითხე ვფიქრობდი ვიღაც ანდრო დაიჭირეს ალბათ ტიჩინაძის ქუჩაზე არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ არათუ მიმოწერა მეგობართან ნუსხაშიც კი არ მყავს არც ერთი Facebook-ზე და ამიტომ რაც არ უნდა ეძებოთ ამით კავშირს ვერ დაადგენთ ვერც ერთთან რომ რაიმე დაჯგუფებაში ვიყავ ვიდეოები კიდევ რაც გვაქვს წარმოდგენილი, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, ეს ჩვენი სასარგებლოდ უფრო არის ეს ვიდეოები, ვიდრე თქვენს, იმიტომ რასაც გვედავებით, ამ ვიდეოებით ჩვენ მხარეს უფრო მტკიცდება, ვიდრე თქვენი ბრალდების მხარეს, იმიტომ რომ იმ ვიდეოებში ჩანს ორი რაღაც, ის რომ ერთმანეთთან კავშირი არც იმ ადგილას გვაქვს იმ ვიდეოებში და არც იმ ხელწერტილში გვაქვს, სადაც ვითომ რაღაც დანაშაულის ჩადენას გვედავებით
და ნუ ჯგუფური კავშირი იმ ვიდეოებშიც არ მტკიცდება. და მეორე, იმ ვიდეოებშივე ჩანს, რომ არავინ არ ზიანდება ჩვენი მხრიდან. ჩვენი რაღაც განხორციელებული ქმედების მერე ვინმე დაზიანებული ან დაზარალებული არ ჩანს, იმიტომ არ არსებობს ასეთი რაღაც. მის ვიდეოები ჩვენ სასარგებლოდ უფრო ვიდრე თქვენს. და კიდე რასაც მინდა რომ შევეკავ. ჩვენი დაჯგუფება მოხსენიება ისეთივე აბსურდია, როგორც მაგალითად ყველაფერი დააბრალოთ Deep State-ს. ანუ შეგიძლიათ ბარემ Deep State-ს ვიცოდოთ, ან ბრალი წაგვიდგინოთ და აბორიგენებადაც მოგვიხსენიოთ. რა სხვაობა არც ის არსებობს დაჯგუფება და არც აბორიგენებმა იციან ჩვენ შესახებ, მაგრამ პროპაგანდის მიზნით გარკვეული პირები მთავრობაში გაყვირიან ესენი Deep State-ის წარმომადგენლები არიან, აპუასები არიან, აბორიგენები არიან. და ხალხიც იჯერებს ატომს. აი მაგალითად და კიდე რას მინდოდა რომ შევხედოდი ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მესმის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ვაიმთავრობის რომ ამათ ესენი ვიღაცებმა დაიქირავეს, დააფინანსეს, რაღაცა შეცდომაში შეიყვანეს, რომ გარიყო და ასე შემდეგ. ვინც ამას იძახის, მოვითხოვ რომ აი აქედან მოვითხოვ რომ თუ რაღაცაზე ბრალს უყენებ ადამიანს, მტკიცებულებაც მოაყოლოს, თორემ ასეთი ქმედობა და ჭორაობა ხურილად არ ჩაივლის, იმიტომ ცილის წამებას დანაშაულია და ყოველთვის მთავრობის ხელში არ იქნება სასამართლოს უწყება და აუცილებლად მოგეკითხებათ ყველას, ვინც რაღაცას გვაბრალებით ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე. ჩემთვის შეურაცხყოფელი არ არის, როდესაც მაბრალებენ ვიღაც მოძალადის და მოღალატის დაზიანებას. რაც არ გამიხორციელებია, მაგრამ მაბრალებენ და ეს შეურაცხყოფელი სულ არ არის ჩემთვის. მაგრამ როდესაც მაბრალებენ რომ ვიღაცამ დამიქირავა, იმისთვის რომ იქ მდგარიყავი, სადაც ყველა უნდა მდგარიყო ისაც, ეს უდიდესი შეურაცხყოფაა ჩემთვის. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ეს, რომ ფულის გარეშე რაიმე გააკეთოთ და რიგითმა მოქალაქემ თავისი ნებით გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება და გადადოს თავი იდეისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ გონიათ რომ ამიტომ აპელირებთ იმაზე რომ თითქოს ვიღაცამ დაგვიქირავა. და ხალხსაც აჯერებენ ამ ცნაურ ბრალდებებს, აი ტაივინ ლანისტერი ამბობს რომ ლომის ცხების აზრი არ უნდა ადარდებდესო და მართლაც ასეა, მაგრამ იმდენი ცხვარი მოგროვდა ქვეყანაში სამწუხაროდ რომ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ ექცევა და ფიქრის უფლებას კი შეუზღუდის. ყველაზე ცუდი ის არის რომ სხვის ნაფიქს იმეორებენ, თვითონ არ ატანენ თავს ძალას, მართლა შეიძლება ეს მომხდარიყო თუ არა. აი გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომაში ასეთ რაღაცას ამბობს ერთ-ერთი დიქტატორი, რომ ქვეყნის მთავარი ქვეყანაში უბედურების თავი და ბოლოც ის არის, რომ ხალხს დრო რჩება ფიქრისთვის და რა მოვიფიქრო ეხლა, რომ ხალხმა ფიქრისთვის ვეღარ მოიცალოს. და ნუ მისცემთ უფლებას ნურავის, რომ თქვენს მაგივრად იფიქროს და შეგიზღუდოთ ფიქრის უფლება. მთავრობაში ბოლო პერიოდში რაღაც ცვლილებები მოხდა, უამრავი ცვლილება მოხდა, ზოგი დააწინაურეს, ზოგი ჩამოაფეითეს და ამაზე ერთ-ერთი წინიდან მახსენდება ასეთი ფრაზა, ვირთხების რბოლის მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც მაინც ვირთხად რჩები. და ბოლოს გუშინ გლადიატორ 2-ს უყურე და იქ ერთმა ასეთმა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება, როდესაც ერთ-ერთ მთავარსარდალს იმპერატორის ბრძანებით თავისივე თანამებრძოლები ისრებით ცხრილავენ, ერთ-ერთი გლადიატორი გამოდის და არენაზე შეკრებილ ბრძოლას ასე მიმართავს. ხო ხედავთ როგორ ექცევა რომი თავის გმირებს. მისი სიცოცხლე არაფრად უღირდა, თქვენი რა ეღირება. ხო და ახლა თქვენ მოგმართავთ ქართული ოცნების ამომრჩევლებო. გიორგი ანწუხელიძის სიცოცხლე არაფრად უღირდა, თქვენი რა ეღირება. და კიდე ეს დავამატებდი, თქვენ უკვე მეოთხე მოსამართლე ხართ აქ და წინა სამი მოსამართლედან ერთი არის დასანქცირებული, მეორე უდიპლომო და მესამე კრიმინალურ სიცხლის სამართლის დანაშაულში მხილებული. ვიმედოვნებოდ თქვენ მაინც აღმოჩნდებით მოსამართლე ამ სიტყვის სრული გაგებით. მადლობა.